4 წლის განმავლობაში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა უკრაინის წინააღმდეგ ხმელეთზე და 4 წლის განმავლობაში რუკა თითქმის არ შეცვლილა. ამიტომ იმედგაცრუებულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ომის წარმოების სტრატეგია შეცვალა და იგი ცაში გადაიტანა. ხამე-ხამით შაჰიდის დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ტალღები ურტყამს უკრაინულ ქალაქებს, რადგან კაცებმა და ტანკებმა ვერ გაამართლეს, ხოლო დრონები უფრო იაფია. ეს ნამდვილი საჰაერო გამოფიტვის ომია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის გადამჯრელებისა და საბრძოლო მასალის გამოფიტვას, ქვეყნის ნების გატეხვას, თითო ელექტროსადგურსა და თითო საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმით. მაგრამ ამ ქარიშხლის შუაგულში ერთი პატარა ბრიტანული იარაღი, რომელიც ბევრს ჩუმად დავიწყებოდა, მოულოდნელად ისევ სათაურებში დაბრუნდა. უკრაინელმა ეკიპაჟებმა მას მკვლელი ფანქარიში არქვეს. ის სითბოს არ მისდევს, როგორც მხრიდან გასაშვები სხვა საბრძოლო საშუალებების უმეტესობა. მას ვერ მოატყუებ ფლერებით და ვერ დაბლოკავ ელექტრონული ომით. მისი ოფიციალური სახელწოდება Starstreak და იმ იაფფასიან მასობრივად წარმოებულ საფრთხეებთან, რომლებიც ახლა უკრაინის ცას ავსებენ, რუსეთს ჯერ არ უპოვია სანდო პასუხი მის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ Starstreak-ი ახალი გამოგონება არ არის. ის თითქოს ომის დაწყებისთანავე გამოჩნდა საინფორმაციო ანგარიშებში. მაგრამ ის 4 წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა და მიზეზი თუ რატო მოხდა ეს აგვიხსნის, როგორ შეიცვალა მთელი ომი. ეხლა დავიწყოთ იმით, თუ რა არის სინამდვილეში Starstreak-ი, რადგან პასუხი არ არის ისეთი მარტივი, როგორც უფრო სწრაფი რაკეტა ან ნაკლები რეაგირების დრო. ყველამ უკვე იცის, რომ სიჩქარეს მნიშვნელობა აქვს საჰაერო თავდაცვაში. უფრო სწრაფი რაკეტა მიზანს ნაკლებ დროს აძლევს რეაგირებისთვის და Starstreak-ი მართლაც სწრაფია. მახის 3-დან მახის 4-მდე გარემოებებიდან და კონკრეტული გამშვები მოწყობილობიდან გამომდინარე. მაგრამ მხოლოდ სიჩქარე არ არის ერთადერთი მიზეზი. რაც ამ რაკეტას ყველა სხვა ძალიან მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემისგან გამოარჩევს, არის მისი დამიზნების მეთოდი და სწორედ აქ ხდება Starstreak-ის საშიში. ხედავთ, უმეტეს შემთხვევაში რაკეტები მიზანს პოულობენ სითბოს მაძიებელი სისტემით. ცაში ყველაზე ცხელ ობიექტს პოულობენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული სითბოს მაძიებელი მოდელები მზეს მიზნად ირჩევდნენ და მისკენ მიფრინავდნენ. ამას აქვს ის უპირატესობა, რომ მარტივია, როგორც დიზაინში, ისე გამოყენებაში, ასევე არის გაასროლე და დაივიწყე ტიპის. ანუ, როცა რაკეტას გაუშვებ, ვეღარ მიუთითებ სად წავიდეს შემდეგ. ეს იმიტომ ხდება, რომ თვითონ რაკეტას აქვს მაძიებელი თავი, რომელიც გაშვებამდე სამიზნის თბურ კვალზე იკეტება. როგორც კი ოპერატორი მიიღებს აუდიო სიგნალს, რომელიც ადასტურებს მიზანზე დაფიქსირებას, ის უშვებს რაკეტას და შემდეგ რაკეტა დამოუკიდებლად მისდევს სითბოს წყაროს შეჯახებამდე. ოპერატორს შეუძლია მაშინვე გადაადგილდეს, როგორც კი რაკეტა ტოვებს მილის ლულას, რაც ძალიან სასარგებლოა. ეს ოპერატორებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. მეთოდი თავად სწრაფია და გაშვების შემდეგ არავის სჭირდება მიზნის თვალთვალი, მაგრამ თუ რაკეტა სითბოს მისდევს, შეგიძლია მისთვის უფრო ცხელი ობიექტი შესთავაზო, რომ მას მისდიოს. და ეს რაღაც შეიძლება იყოს ფლერები, რომლებიც თანამედროვე თვითმფრინავებს სტანდარტულ აღჭურვილობაში აქვთ. დაამატე თანამედროვე ინფრაწითელი საწინააღმდეგო საშუალებები და მკვეთრი მანევრი სწორ მომენტში და ეს გარანტირებული განადგურება მონეტის აგდებად იქცევა. Starstreak-ი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ეს ყველაფერი არ დაეკარგა. ამის ნაცვლად მთელი გამშვები ლაზერული სხივით მართვის სისტემას იყენებს. მას შემდეგ, რაც ოპერატორი გამოუშვებს ფანქრებს, ის მიზანს თვალთახედვაში ინარჩუნებს, ხოლო დამიზნების მოწყობილობა პროეცირებს მართვის სხივს, ფაქტობრივად ლაზერულ ბადეს, რომელსაც რაკეტა უბრალოდ მიხვება. შემდეგ რაკეტა მიხვება იმ მარშრუტს, რომელსაც ოპერატორი მიუთითებს. მთავარი უპირატესობა აქ ისაა, რომ დამიზნებას თავად ოპერატორი ახორციელებს. როგორც კი ისინი ლაზერს მიუთითებენ, შეუძლიათ ოდნავ შეაბრუნონ, რათა მიზანს მიღვნენ და რაკეტაც მიხვება, უბრალოდ იმიტომ, რომ სწორედ ამისთვისაა შექმნილი. სამიზნე შეიძლება ყველა საწინააღმდეგო საშუალება გამოიყენოს, რაც კი აქვს, მაგრამ Starstreak-ი არც კი შეირხევა. მწარმოებელი თალესი აღწერს დამიზნების სისტემას, როგორც ყველა ცნობილ ინფრაწითელ და რადიოსიხშირულ საწინააღმდეგო საშუალებას მიმართ შეუვალს. და ეს მტკიცება სწორედ იმ მიზეზის გულშია, თუ რატომ არის ეს იარაღი მნიშვნელოვანი. მოდით გავიაროთ, რა ხდება რეალურად მას შემდეგ, რაც სასხლეტი იწევა, რადგან აქ დიზაინი მართლაც ჭკვიანურად მუშაობს. ოპერატორი ადევნებს თვალს სამიზნეს დამიზნების მოწყობილობით. როცა სასხლეტი იწევა, პირველი საფეხურის ძრავა იწყებს მუშაობას გამშვებ მილში, მაგრამ ის განზრახ ქრება მანამდე, სანამ გაშვების მოდული სრულად დატოვებს მილს. ეს განზრახ გაკეთებულია და ის ოპერატორს იცავს რაკეტის უკანა აფეთქებისგან. როგორც კი ის უსაფრთხო მანძილზე გავა, მეორე საფეხურის ძრავა ინთება და რაკეტას აჩქარებს სიჩქარეზე, რომელიც აღემატება Mach-3-ის, ხოლო ზოგიერთი მონაცემით უფრო ახლოსაა Mach-4-თან წამში, მცირე მონაკვეთში. შემდეგ მეორე საფეხური იწვის ბოლომდე და გამოყოფს თავის ტვირთს, რაც სწორედ ის ნაწილია, რომელმაც მიიღო ეს მეტსახელი. ჩვენ საუბრობთ რაკეტაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატო აქვს სისტემას სინამდვილეში ცალკე განთავსების ერთეული.
ერთი საბრძოლო თავკაცის ნაცვლად Starstreak-ი ერთდროულად გამოყოფს 3 პატარა საბრძოლო თავკაცს. თითოეული მათგანი ლაზერული მართვის ტუნგსტენია. Dart-ი, რომელიც ოდნავ აღემატება 380 მმ-ს, ანუ 15.6 ინჩ სიგრძეში, მოთავსებულია რაკეტაში, რომლის სიგრძეც დაახლოებით 1.39 მეტრია და შეიცავს რეალურ ასაფეთქებელ მასალას. ბოლო 1 ფუტზე აღჭურვილია დაგვიანებული მოქმედების 11 ფიუზით. ეს ფიუზი ისეა შექმნილი, რომ Dart-ი ჯერ ხრets სამიზნის ჯავშას, აფეთქდება შიგნით, სტრუქტურებში ან ტანკების გამაგრებული საფარის მიღმა. თითოეულ Dart-ს ასევე აქვს მცირე ასაფეთქებელი მუხტი, რომელიც რაკეტის მოხვედრისას შრაპნელს ყველა მიმართულებით აფრქვევს. და რადგან ერთდროულად 3 მათგანი ისვება, პირდაპირი მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება და მიყენებული ზიანი შეიძლება საკმარისი იყოს თვითმფრინავის დასაგდებად. 3 მართვადი Wolfram-ის Dart-ი, რომლებიც მახის 3-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობენ, სრულიად შეუძლია გაანადგუროს ვერტმფრენის როტორის სისტემა ან საწვავის სისტემა. ვერტმფრენები და ნაკლებად თვითმფრინავები სწორედ ის ტიპის სამიზნეა, რომლის გასანადგურებლადაც Starstreak-ი შეიქმნა და თავდაპირველადაც ასე გამოიყენებოდა. 2022 წლის აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ რაც სისტემის უკრაინაში შეტანის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, სამხედროებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხდება რუსულ Mi-28-ს საბრძოლო ვერტმფრენს Dart-მა ლუგანსკის რეგიონში. მისი კუდის ბუმი მთლიანად მოჭრილი იქნა, როდესაც ვერტმფრენი ხეების წვერებზე გადაუფრენდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ გაზეთ Times განუცხადა, რომ ვიდეოში სავარაუდოდ Starstreak-ის მოქმედებაა ასახული და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ რაკეტით რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ვერტმფრენის ეკიპაჟი გავრცელებული ინფორმაციით გადარჩა. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ და თავდაცვის ანალიტიკოსებმა, რომლებმაც ვიდეო კადრები შეისწავლეს, ეს ჩამოგდება Starstreak-ს მიაწერეს, ეს მხოლოდ დარტყმის ხილულ ნიშნებზე დაფუძნებული ვარაუდი იყო და არა ოფიციალური რუსული დადასტურება. როგორც არ უნდა იყოს, ინდილისამდე Starstreak იყო პატივსაცემი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ბრიტანული სისტემა, რომლის შესახებაც ნატოს გარეთ ადამიანების უმეტესობას არც კი გაეგონა მის შესახებ. ამის შემდეგ ბევრმა ადამიანმა ძალიან სწრაფად გამოიჩინა ინტერესი. ეხლა Starstreak-ს რამდენიმე ვერსია აქვს და პლატფორმას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც რაკეტას. მისი ყველაზე მარტივი ვერსია მხარზე დასამაგრებლად არის განკუთვნილი. ეს იდეალურია ერთი გადამზადებული ოპერატორისთვის, რომ სწრაფად აწყოს და მზად იყოს გასროლისთვის რამდენიმე წამში, გაანეიტრალოს საფრთხე თითქმის ნებისმიერი პოზიციიდან და მაშინვე შეიცვალოს ადგილმდებარეობა, რაც მას მაქსიმალურ მოქნილობას ანიჭებს. მაგრამ ის ასევე შეზღუდულია იმავე გზით, როგორც ნებისმიერი მხარზე დასამაგრებელი სისტემა. ერთი ოპერატორი, ერთი გამშვები მოწყობილობით, მხოლოდ მტრის შესაძლო შეტევის ვექტორების მცირე ნაწილს ფარავს. სტანდარტული ფორმაა მსუბუქი მრავალჯერადი გამშვები, რომელიც 3 რაკეტას ინახავს გასროლისთვის მზად, ასე რომ ოპერატორს შეუძლია 3 მიზანს მიყოლებით ესროლოს გადატენვის გარეშე. გარდა ამისა, ამ ვერსიის დამონტაჟება შესაძლებელია Land Rover-ზე ან მსგავს მანქანაზე მცირე მოდიფიკაციით. მაგრამ ვერსია, რომელიც ეხლა ყველაზე საინტერესო საქმეს აკეთებს უკრაინაში, არის Stormer HVM. Stormer-ი არის ბრიტანული ჯავშანტრანსპორტიორი ბორბლებზე, რომელიც სპეციალურად ძალიან მოკლე მანძილზე საჰაერო თავდაცვისთვის არის ადაპტირებული. მას აქვს 8 Starstreak-ი რაკეტა საბრძოლო მზად ოფნაში სახურავზე დამონტაჟებულ გამშვებზე. კიდევ 12 კი კორპუსის შიგნით ინახება და მას მართავს 3-კაციანი ეკიპაჟი. გამშვებზე დამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელსაც ქვია საჰაერო თავდაცვის გამაფრთხილებელი მოწყობილობა. ინფრაწითელი სკანერი და პროცესორი, რომელიც აფიქსირებს მოახლოებულ საჰაერო საფრთხეებს, ანიჭებს მათ პრიორიტეტს და ავტომატურად მიმართავს იარაღის სამიზნეს მიზნისკენ. ეს ბოლო შესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგან ძალიან მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვისთვის ყველაზე რთული პრობლემა, როგორც წესი, საერთოდ არ არის გადაჯერა, ეს არის აღმოჩენა. დაბალ სიმაღლეზე მფრენი საფრთხეები და განსაკუთრებით პატარა დრონები შეიძლება იყვნენ ძალიან პატარა, ჩუმი, სწრაფი და რელიეფის მიერ დაფარული. ეკიპაჟი, რომელიც ვერ იგებს, რომ სამიზნე იქაა, სანამ ის უკვე თავზე არ გადაუფრენს, ბრძოლას წაგებული აქვს, სანამ დაიწყება. გაფრთხილების მოწყობილობა არსებობს იმისთვის, რომ ეკიპაჟს მისცეს ის რამდენიმე წამი, რაც სჭირდება სამიზნის პოვნას, თვალთვალსა და სროლას. Stormer-ი ეკიპაჟს ასევე აძლევს ჯავშანს, მოძრაობას და შესაძლებლობას, რომ ბრძოლებს შორის გადაადგილდეს. მარტო მდგომი ოპერატორი მინდორში სამიზნედ იქცევა პირველივე გასროლის შემდეგ. Stormer-ის ეკიპაჟს შეუძლია გაისროლოს და შემდეგ გადაადგილდეს, რასაც საარტილერიო ეკიპაჟები გაისროლე და გაეცალეს უწოდებენ. როდესაც უკრაინამ პირველად მიიღო ეს სისტემები, მთავარი საფრთხე იყო ტრადიციული დაბალ სიმაღლეზე მფრენი რუსული თვითმფრინავები და საბრძოლო ვერტმფრენები. მაგრამ 2026 წელს უკრაინის ცა თითქმის ავარგავს იმ მდგომარეობას. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ The Military Show. ჩვენ ვაკვირდებით ომის მთავარ მოვლენებს და გლობალურ გეოპოლიტიკას, ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყოველთვის ინფორმირებული იქნებით მთავარ მოვლენებზე.
მიწიდან ცაში გადავდივართ და ეს არის რუსეთის უახლესი მცდელობა, რომ ნებისმიერი ტერიტორია დაიკავოს. ახლა რუსეთი საბრძოლო სივრცეს შახიდებით ავსებს. ერთმხრივი თავდასხმის დრონები, ლანსეტის ტიპის მობოდიალე საბრძოლო მასალები, ყველა სახის სახმელეთო სადაზვერვო დრონი, ზალას ტიპის დარტყმითი დრონები, სათხუარები, რომლებიც ნამდვილის მსგავსადაა შექმნილი და ფთოსანი რაკეტები. ეს ყველაფერი სხვადასხვა სიმაღლეზე და სხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა მარშრუტითა და რაოდენობით შერეულ პაკეტებში მოდის. მიზანი ხშირად ერთი კონკრეტული ობიექტის განადგურება არ არის. მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვაა. აიძულონ თავდაცვითი პოზიციები გამოავლინონ თავი. ძვირადღირებული ჩამომგდები რაკეტები დახარჯონ იაპ დრონებზე და გახსნან სივრცეები სხვა, უფრო მომაკვდინებელი იარაღისთვის. ეს სრულიად განსხვავებული პრობლემაა, ვიდრე ერთი რუსული ვერტფრენის ხის ხაზის ზემოთ გამოჩენა და უკრაინულმა ძალებმა Starstreak და Stormer ამ გამოწვევისთვის მოარგეს. 1129 ბილა სერკვას საზენიტო სარაკეტო პოლკი, სადაც ბილა სერკვა ნიშნავს თეთრ ეკლესიას, ერთ-ერთი იმ დანაყოფთაგანია, რომელმაც ეს გარდასახვა განახორციელა. თავდაპირველად დასავლური და საბჭოთა ეპოქის სისტემების ნაზავზე აგებული პოლკი დოკუმენტირებულია, რომ Stormer HVM-ებს რუსული დრონების წინააღმდეგ იყენებს, ხოლო უკრაინული ანგარიშები თითოეულ მანქანას ათეულობით ჩამოგდებულ დრონს მიაწერს. ბოლო დროს ეკიპაჟები Stormers ახალ თაობის ჩამჭერ დრონებთან აერთიანებენ. იაპ, სტრაპ, სპეციალურად შექმნილ კვადროკოპტერებთან და ფიქსირებული ფრთის მქონე მდევნებთან, როგორიცაა უკრაინული Stingy, რომელიც სპეციალურად შახიდების დასადევნებლადაა შექმნილი. Stormer-ის მეთაურმა განაცხადა, რომ სისტემა გამოყენებულია შახიდების, სადაზვერვო დრონების, ლანსეტის დარტყმის დრონების და მინიმუმ ერთი ფთოსანი რაკეტის წინააღმდეგ. ეს სისტემის თავდაპირველი მისიის შესანიშნავი გაფართოებაა. იარაღი, რომელიც თავდასხმითი ვერტმფრენის ეპოქაში შეიქმნა, ახლა გახდა პასუხის ნაწილი დრონების ომზე, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, როცა პირველად შევიდა შეიარაღებაში. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელიც თანმხლები რაკეტის სახით გვევლინება. Starstreak-ის გვერდით ბრიტანეთი უკრაინას ასევე აწუდის მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას, რომელიც ბრიტანეთის შეიარაღებაში ცნობილია როგორც მარლეტი. ის იწონის დაახლოებით 13 კილოგრამს აქვს, 6 კილომეტრზე მეტი სიშორე და სიჩქარე მა 1.5-ზე მეტი და იყენებს იგივე ტიპის ლაზერული სხივით მართვის სისტემას, როგორც Starstreak-ი. 2024 წლის სექტემბერში გაერთიანებულმა სამეფომ დაადასტურა 162 მილიონი ფუნტის, ანუ დაახლოებით 216 მილიონი დოლარის ღირებულების რაკეტების შევსების შეკვეთა, რომლის პირველი ასეულობით ერთეული უკრაინაში გაიგზავნა, რაც მიუთითებს, რამდენად ინტენსიურად იყენებდნენ მას იმ პერიოდში. ამ ორ სისტემას შორის მთავარი განსხვავება არის საბრძოლო ნაწილი, სადაც Starstreak იყენებს თავის მძიმე ვოლფრამის ისრებს. მართლაც აქვს დაახლოებით 3 კილოგრამიანი სამმაგი ეფექტის საბრძოლო ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ფორმირებულ მუხტს აფეთქებით ფრაგმენტაციის გარსით, რომელიც აქტიურდება ლაზერული სიახლოვის ფიუზით. პრაქტიკულად Starstreak-ის ის არის ძალიან ეფექტურია ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ, სწორედ იმიტომ, რომ აფეთქებამდე აღწევს შიგნით. მაგრამ მცირე დრონის წინააღმდეგ ისრის პირდაპირი მოხვედრა ყოველთვის არ არის ყველაზე საიმედო გზა მიზნის გასანადგურებლად, რადგან პატარა სამიზნე უბრალოდ ძალიან პატარაა, რომ მასში მოხვდ. სამიზნესთან ახლოს აფეთქებადი საბრძოლო ნაწილი, რომელიც ფრაგმენტებს აფრქვევს და აფეთქდება სიახლოვის სენსორის საშუალებით და არა პირდაპირი დარტყმით, ასეთ სამიზნეებზე ბევრად ეფექტურია. ასე რომ ფაქტობრივად ეს ორი რაკეტა ერთმანეთს სისუსტეებს უფარავს. ერთი შექმნილია იმისთვის, რომ გაანადგუროს დიდი და დაჯავშნული ობიექტი, მეორე კი იმისთვის, რომ გაანადგუროს პატარა და რთულად დასაჭერი სამიზნისნე. რადგან ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ გულწრფელები, ასევე უნდა განმარტოთ, რას ვერ აკეთებს Starstreak-ი, რაც მნიშვნელოვანია 2026 წლის ომის პირობებში. საკმაოდ სამწუხაროა, რომ Starstreak-ის ყველაზე დიდი მინუსი მის მთავარ უპირატესობაშია ჩადებული და ეს არის ის, რომ მას არ აქვს გაასროლე და დაივიწყე ფუნქცია. ოპერატორს უწევს სამიზნის მუდმივად თვალყურის გაშვების შემდეგაც, რადგან რაკეტა მიხვება სხივს, რომელსაც ოპერატორი სამიზნეზე ამყოფებს. თუ ოპერატორი სამიზნეს ხედვის არედან დაკარგავს, დამიზნების სიზუსტე ქვეითდება. გარდა ამისა, ცაში, სადაც უამრავი პატარა, სწრაფი და დაბალი სიგნალის მქონე დრონი მოულოდნელად და არაპროგნოზირებად მოძრაობს, ასეთ პირობებში ოპტიკური თვალთვალის უწყვეტად შენარჩუნება მართლაც რთულია. უეცრად ცუდ ამინდსა და ხილვადობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო კვამლი და მტვერი შეიძლება დაამახინჯოს ლაზერული სხივები, რომლებსაც რაკეტა ნავიგაციისთვის იყენებს. Starstreak-იც იაფი გადამჭრელი რაკეტა არ არის. მისი სამნაწილიანი საბრძოლო თავაკი 100-დან 130,000 დოლარამდე ღირს. დრონების წინააღმდეგ, რომელთა ღირებულება ხშირად 10-დან 20,000 დოლარამდე მერყეობს, ან უფრო რთული მოდელებისთვის კი 50,000 დოლარამდეც აღწევს, ხარჯების ბალანსი ძალიან მალე არასახარბიელო ხდება. ზუსტად ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი მისი დაწყვილება უფრო იაფ ჩამონგდებ დრონებთან და მარტლეტებთან. როცა საფრთხე მცირე და იაფია, არ გინდა მასზე ძვირადღირებული რაკეტა დახარჯო. და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ გვაკლია. ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი დამოუკიდებლად დადასტურებული მონაცემები კონკრეტულად დრონების წინააღმდეგ Starstreak-ის განადგურების მაჩვენებელზე.
უკრაინელი ეკიპაჟები აშკარად იყენებენ მას და საწყისი ანგარიშები დამაიმედებელია. მაგალითად 2022 წლის აპრილში სადაზვერო ანგარიშები მიუთითებდა, რომ ვოუჩანსკში Starstreak-მა წარმატებით ჩამოაგდო მინიმუმ 7 all-land თინტი. ამიტომ არსებობს პრეცედენტი, რომ Starstreak მართლაც ეფექტურია დრონებზე სანადიროდ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს სრული პასუხი რუსეთის დრონების სტრატეგიაზე. მეორეს მხრივ, არც ერთი რამ არ წარმოადგენს სრულ პასუხს რუსეთის დრონების სტრატეგიაზე მარტო. ეს არის მრავალშრიანი თავდაცვის მთელი ლოგიკა. და ეს უფრო დიდ კითხვამდე გვიყვანს. რატომ გახდა იარაღი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ყურადღება მიიპყრო და შემდეგ თითქმის გაქრა სიახლეებიდან, მოულოდნელად ისევ აქტუალური 4 წლის შემდეგ? პასუხი თითქმის არაფერ შუაშია რაკეტასთან და თითქმის ყველაფერი უკავშირდება მის გარშემო მიმდინარე ომს. სახმელეთო ფრონტზე რუსეთის ომი ჩიხში შევიდა. 2026 წლის მაისში რუსულმა ძალებმა მხოლოდ 14 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს, რაც ყველაზე მცირე თვიური მიღწევაა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ და ეს მაშინ, როცა თავდასხმების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 25%-ით მეტი იყო. მეტი შეტევა, ნაკლები ტერიტორია. ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა ძირითადად შეაჩერეს რუსეთის 2026 წლის გაზაფხულის ზაფხულის შეტევა და რუსეთმა მხოლოდ იმ ტერიტორიის მცირე ნაწილში მოიპოვა პოზიციები, რაც 2025 წლის მაისში აიღო. უკრაინამ გარკვეული ტერიტორიაც კი დაიბრუნა, რადგან ბოლო რამდენიმე თვე უკრაინისთვის იშვიათი იყო წმინდა მიღწევების მხრივ. და თუ რუსები ვერ იპოვიან გზას, რომ ინიციატივა აიღონ ხელში, დონბასის დაპყრობის მიზანი წელს სწრაფად ჩორდებათ. ეხლა ფრონტის უკან ომის მომარაგებელი მანქანაც ნელ-ნელა ჩერდება. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ძალისხმევა ებრძვის დასავლეთის სანქციების პირობებში შემცირებულ სამრეწველო შესაძლებლობებს და თითქმის ყველა კატეგორიის იარაღის მარაგის შემცირებას, რაც ნელ-ნელა ცვლის კრემლის საკუთარ ხარჯსარგებლის გაანგარიშებას. ამასობაში უკრაინული შორი მანძილის დრონები უფრო გავრცელებული გახდა და ურტყამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც ომს აფინანსებს. პუტინი გარგავს ფულს, ხალხს და იმპულსს. ასე რომ, როცა არმია ვერ წინსვლას ახერხებს, ქარხნები ვერ ასწრებს და ნავთობის შემოსავალი იწვის, რა რჩება? ზეწოლა ჰაერიდან. ომის შესწავლის ინსტიტუტმა პირდაპირ დააკავშირა რუსეთის მზარდი დართვები უკრაინულ ქალაქებზე, მის მარცხთან ბრძოლის ველზე, რაც საჰაერო კამპანიას წარმოაჩენს როგორც სახმელეთო წინსვლის შემცვლელად და ასევე უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დათმებზე ყურადღების გადატანის საშუალებად. აი რატო იქცა ხერსონის, კრამატორსკის, დნეპროსა და კიევის ღამეები დრონებისა და რაკეტების უწყვეტ დარტყმად, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსებს, საკვების საწყობებსა და ენერგეტიკულ ობიექტებს ესვრიან. ვერ შეძლო უკრაინის არმიის გატეხვა, რუსეთი ცდილობს უკრაინის ქალაქების გატეხვას. და სწორედ ეს გადასვლა სახმელეთო ომიდან ჰაერში იაფი და მასიურად წარმოებული დრონების გამოყენებით ქმნის იმ გარემოს, სადაც ისეთი სისტემა, როგორიცაა Starstreak-ი, კვლავ აქტუალური ხდება. მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და ვნახოთ, რა ზედებს რეალურად ფსონს რუსეთი. მისი საჰაერო კამპანია ეფუძნება თეორიას, რომ საკმარისი რაოდენობის იაფი დრონები შერეულ პაკეტებში და დიდი მოცულობით საბოლოოდ ნებისმიერ თავდაცვას გადატვირთავს. რაოდენობა თავისთავადაც ხარისხია, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ ეს თეორია პრობლემაში ვარდება, როცა დამცველს აქვს რაკეტა, რომელსაც საწინააღმდეგო ზომები არ აინტერესებს. მანქანა, რომელსაც შეუძლია საფრთხე დააფიქსიროს და გაანეიტრალოს მანამ სანამ ეკიპაჟს ნერვიულობის დრო ექნება და 4 წლიანი მძიმე ოპერაციული გამოცდილება, რომელსაც არც ერთი სახელმძღვანელო სრულად ვერ აღწერს. რუსეთმა ცა დატბორა. ბრიტანეთმა უკრაინას მისცა რაღაც, რაც სპეციალურად ამ ყველაფრის გასარჩევადაა შექმნილი. ისრები ისევ ვისევ ვოლფრამისა, დამიზნება ისევ იგნორირებს თბურ ხაფანგებს და ეკიპაჟები, რომლებიც ამ სისტემებს მართავენ, ძალიან დახელონდნენ იმ ნივთების პოვნაში, რომელთა აღმოჩენაც რუსეთს არ სურს. Starstreak-ი არასდროს შექმნილა იმ ომისთვის, რომელშიც ახლა იბრძვის და ეს შეიძლება ყველაზე საინტერესო რამ იყოს მასში. იარაღი, რომელიც შეიქმნა ვერტმფრენების გასანადგურებლად, ახლა მეორე სიცოცხლეს პოულობს დრონების განადგურებაში. არა იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ერთ რამეს აკეთებს, რასაც თითქმის არაფერი აკეთებს და ამას თითქმის სრულყოფილი სიზუსტით ახერხებს. მის გარშემო სათანადო ეშელონირებულ თავდაცვასთან ერთად, ამ უცნაურმა პატარა ბრიტანულმა რაკეტამ პუტინის საჰაერო ომის ერთ-ერთ ყველაზე შეუმჩნევლ და ჯიუტ პრობლემად იქცა. და ჯერჯერობით რუსეთს მაინც არ აქვს ამაზე მკაფიო პასუხი. მაგრამ რუსეთის პრობლემები ჰაერში ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი კონკრეტული სისტემა. მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო და აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი სიახლე.